გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. გამარჯობა გონების დაფა კლავ ეთერშია და წარმოგიდგენთ გია გიორგაძე და გოგა ჩანადერი. ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით მრავალი საინტერესო ღონისძიება გაიმართა. ერთმანეთზე უკეთესი. უკეთესი. პირველ რიგში მოუყვებით ამის შესახებ. ტრადიციულად მოუყვებით ჩვენს მაყურებლებს მსოფლიო და საქართველოს საჭადრაკოს სიახლეებს. გვექნება ძალიან საინტერესო სტუმართან შეხვედრა, ლაშა ჯანჯღავა, საერთაშორისო დიდოსტატი, ფიდეს სენიორ მწვრთნელი და ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი. საინტერესო საუბარი გვექნება მასთან და ასევე გვექნება გენიალური მიხეილ ტალის პარტიის განხილვა, რომელიც მან ითამაშა მე-15 მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე და გვექნება აგრეთვე საინტერესო ამოხსნების კონკურსი. და ტრადიციულად მე გაგაცნობ საჭადრაკო ოლიმპიადების ისტორიას და ამჯერად შევეხებით მე-17 ოლიმპიადას, სადაც არა მხოლოდ ქალებმა კვლავ გააგრძელეს ესეთი წარმატებული წინსვლა, არამედ ჩვენ მოვიპოვეთ პირველი მედალი ვაჟებს შორისაც და რა მოხდა ამას ცოტა მოგვიანებით. დავიწყოთ ახალი ამბები და დავიწყოთ რა მოხდა რესტორან თახში 3 მაისს. ნონა გაფრინდაშვილის 85 წლის იუბილეისადმი მიზნული ტრადიციული არა, ჩვენი ტურნირი, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ გადაცემაში, მასში მონაწილეობდნენ იმ კონკურსის გამარჯვებულები, რომელ კონკურსზე ჩვენ ვაცხადებდით, მონაწილეობდნენ კლუბის სტუმრები და ყავდა ერთი უცხოელი სტუმარიც, ხო? მე მინდა გოგა ჩამოთვალო ყველა გამარჯვებული სახელი და გვარი, რომელმაც ჩვენი კონკურსში გაიმარჯვეს. ესენი იყვნენ და მონაწილეები. კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ ბერდიან აფეტვარიძე, გიორგი აბაიაძე, ტატო შერვაშიძე, გიორგი გორდულაძე, დავით ქრისტესიაშვილი და კლუბის წევრები ბატონი გიამურღულია, ბატონი ემზარ ზენაიშვილი და ყავდა სპეციალური სტუმარი ფრანგი 54 წლის ჟან ფილიპ კოლინი ნორმანდიიდან, რომელიც გოგა წარმოიდგინა მეორე წელია, რაც მოგზაურობს ველოსიპედით. მეორე ჯუმბერლეჟავა. და სხვადასხვა მან ეს მოგზაურობა მიუძღვნა ჭადრაკს და სახელწოდება მოგზაურობის ჭადრაკი მსოფლიოს გარშემო. მან 2 წელიწადში უკვე 27 ქვეყანაში არის ახლა საქართველოში 27 ქვეყანა და სულ ძალიან კარგად თამაშობს ჭადრაკს. მართლა? კი. ნუ რადგანაც ამბობ ესე იგი და რა საინტერესოა რომ ჭადრაკს მიუძღვნეს ველომოგზაურობა. სხვადასხვა პირველი ადგილი აი ფოტოფინიშმა გადაწყვიტაო რომ ამბობენ ესე მოხდა პირველი ადგილი ბოლო ტურში გადაწყდა ბატონი გია მურღულია ეთამაშებოდა ტატო შერვაშიძეს მათ ერთნაირი ქულები ჰქონდათ დაძაბული ბრძოლის შემდეგ მუდუიქიშით გამოვიდა ყაიმი ორივემ დააგროვა 5.7-დან და დამატებითი კოეფიციენტით ბატონი გია მურღულია გახდა ნონას თასის ფლობელი. ესე იგი რა სასიამოვნოა რომ ეს იყო პირველი ერთობლივი პროექტი გონების დაფისა და კლუბ 64-ის და თან კლუბის წევრმა გაიმარჯვა, ესე იგი. მესამე იყო ფრანგის სტუმარი სხვადასხვა. და ასე რომ შემდეგშიც მიიღეთ მონაწილეობა გონების დაფის ამოცანების ამოხსნაში და აუცილებლად მოგიწვევთ კლუბ 64-ში საინტერესო შეჯიბრებებს. ჩვენ მოუწადეთ ძალიან საინტერესო სიუჟეტი ჩვენ ტელემაყურებლებს და მოდი შევთავაზოთ ახლა ეს სიუჟეტი. Gamarjoba, bonjour, je m'appelle Jean-Philippe, je viens de France, je voyage à vélo, j'aime beaucoup les échecs aussi. Donc là, aujourd'hui, j'arrive au Club 64 grâce à Nino, c'est un heureux hasard puisque je sais qu'elle ne sera pas là la semaine prochaine. Mais... Donc je vois ce club, c'est très belle table, le logo, merci de m'accueillir en tout cas, et vive la Géorgie. Et vive la France, et vive Garachelia, et vive le Paris Saint-Germain. ლიდერებს ბატონ გიას, ქალბატონ ნანას და რა თქმა უნდა ულოცავ ჩვენ სათაყვანებელ ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღეს. ხნეობა და ჯანმრთელობა. თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის ფუძემდებელი პიერ დე კუბერტენი ამბობდა, რომ მთავარია მონაწილეობა. დღეს მე მივიღე მონაწილეობა. მთავარი ეს არის ჩემთვის. ულოცავ ქალბატონ ნანას იუბილეს, მადლობას ვუხდი მას ამ მოღვაწეობისთვის და თავისი გენიალური ცხოვრებისთვის და მადლობა კლუბ 64-ს და მის ორგანიზატორებს. ესეთი სასიამოვნო შეხვედრებისთვის და იმ წვლილისთვის, რაც შეაქვს ქვეყნის კულტურული ცხოვრების განვითარებაში. დიდი მადლობა ამ შეხვედრის ორგანიზატორებს, ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. აქედან მინდა პირველ რიგში ქალბატონ ნონას მიულოცო იუბილე და ალბათ დამეთანხმებიან აქ ჩვენ დიდი მოჭადრაკეები, რომ ქალბატონი ნონა რო არ ყოფილიყო, შეიძლება ის თაობაც ბევრი აღარ ყოფილიყო მომავალში, იმიტომ რაღაც შთაგონების წყარო იყო ქალბატონ ნონა ყველასათვის და აქედან რა ვიცი, სულ მხიბლავდა მისი ნიჭთან ერთად აი მოთმინების უნარი და გამძლეობა პარტიას სათამაშობდა რაც მე დამაკდა ბოლო ტურებში და მინდა რომ
ბევრი იუბილე მოგლოცოს კიდე. ძალიან აღწევნებული ვარ ამ ღონისძიებებით და ამ კლუბით. და მინდა ასევე დღეს დაბადების დღე მივაცო ქალბატონ ნონას. ძალიან ბევრმა არის ის, რომ ცხოვრებაში თუ კი რამე ყველაზე პირველი თასი მიმიღია 7 წლის ასაკში, ეს იყო ქალბატონ ნონასთან ერდროუსიაში გაკეთებული ყაიმის წყალობით, ასე ვთქვათ, რომელიც დამასაჩუქრა პირადად ქალბატონმა ნონამ. და ასევე დღეს აქ იმყოფება ქალბატონი ანა იოსელიანი და ასეთი მოჭერაკების წყალობით ეს იყო ყოველთვის ჩვენი ინსპირაცია და ყოველთვის ძალას გვაძლევდა და ასე შემდეგ, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე მოჭადრაკეებს. კიდევ ერთხელ მადლობა კლუბ 64-ს. მადლობა ტურნირის ორგანიზატორებს კლუბ 64-ს. ქალბატონ ნონას მულოცავს 85 წლის იუბილეს, ნამდვილად მსოფლიო ლეგენდაა და უსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას და ქალბატონ ნონა დღემდე ამტკიცებს, რომ სპორტში ასაკი მხოლოდ ციფრებია და დღემდე აქტიურად თამაშობს ჭადრაკს. უსურვებ კიდევ ბევრ გამარჯვებებს, ჯანმრთელობას და წარმატებები ქალბატონ ნონას. C'était un grand honneur de participer à ce tournoi, en ce jour spécial. Merci aux organisateurs et à tous les participants pour la bonne ambiance et le fair play, ce moment qui restera gravé. დიდი მადლობა ასეთ კარგი ტურნირის ორგანიზებისთვის. გულოცავ ქალბატონ ნონას დაბადების დღეს და უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს მის ასეთ წარმატებულ კარიერაში. მინდა მადლობა უთხრა ტურნირის ორგანიზატორებს. ნონა გაფრინდაშვილი არის სახელი და გვარი, მაგრამ ეს ამავდროულად არის სიმბოლო. ეს არის სიმბოლო ნიჭიერების, ნებისყოფის, წარმატების, პასუხისმგებლობის და ქართველთა ძალიან დიდი სიხარულის. მეც ძალიან დიდი სიხარული მომგვარა გამარჯვება ამ ტურნირში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაძაბული ორთაბრძოლა იყო, ძალიან ღირსეული მონაწილეები ჰყავდა ამ ტურნირს. მაინც ბოლო კეთილი აღმოჩნდა ჩემთვის და ვფიქრობ, რომ ყველა მონაწილე ამ ტურნირის დღეს არის ბედნიერი, იმიტომ რომ ქალბატონ ნონას სახელობის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ულოცავ ქალბატონ ნონას დაბადებიდან 85 წელს და ყველა პარტნიორს, ყველა მონაწილეს ამ ტურნირისა უსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. სასტუმრო ბილდმორში გაიმართა უკვე ფედერაციის მთავარი ღონისძიება, ნონა გაბრიშტაშვილის თასის გათამაშება, საკმაოდ სოლიდური პრიზებით, მასში თითქმის ყველა ნაკრების წევრმა მიიღო მონაწილეობა და შედეგები ასეთია. პირველი ადგილი ქალთა შორის დაიკავა ნინო ბაციაშვილმა, მეორე იყო სოფიკო ხუხაშვილი და მესამე იყო მერი არაბიძე. ვაჟებში პირველი იყო გიგა ყუფარაძე, მან გაიგო ბადურ ჯობოვასან, მაგრამ კოეფიციენტი უკვე თეთრი ჰქონდა და მესამე იყო ლევან ფანცულაია. ნომინაციებში ახალგაზრდებში გაიმარჯვა ანასტასია კირთაძემ გოგონებს შორის და დავით ნემსაძემ ვაჟებს შორის. სენიორებში გაიმარჯვა სოფო ნიკოლაძემ და ზურაბ სტურუამ. ულოცავთ გამარჯვებულებს ვაკვირდები ნინო ბაციაშვილს როგორი წარმატებული წელი აქვს და მე რამდენი შეჯიბრება მოიგო უკვე ნინო საქართველოს პირველობის ჩათვლით. საიბილო ტურნირი გაიმართა აგრეთვე კლუბ მერანში, რომლის დამფუძნებელიც იყო ერთ-ერთი ჩვენი სტუმარი გახსოვს გოგა. და ძალიან საინტერესო ტურნირი იყო, შესაძლოა პრიზებით, ძალიან საინტერესო ღონისძიებით და ამ ფოტოსურათებს შევთავაზებ ჩვენს მაყურებლებს, რომ მათ ნახონ ეს როგორ ჩატარდა ეს ღონისძიება. რაც შეეხება საერთაშორისო ღონისძიებებს, ხორვატიაში ქალაქ ტროგირში მიმდინარეობს მსოფლიო ევროპის სასკოლო ჩემპიონატი 6 ასაკობრივ კატეგორიაში 7, 9, 11, 13, 15 და 17 წლის გოგონებსა და ბიჭებში, რომელშიც 15 ქართველი იღებს მონაწილეობას და დავით ჯოჯო არის დელეგაციის შემოღწეველი და მწვრთნელი ამ ბავშვების. მოდი უსურვოთ მას წარმატებები, მალე დასრულდება ეს ჩემპიონატი და მე იმედი ვარ, რომ ის ჩვენები გახარებული ჩამოვლენ სამშობლოში. და იმედი მაქვს გონების დაფა ძალიან სასიამოვნო, ასე ვთქვათ, ამბებს გაცნობთ სწორედ ამ შეჯიბრებიდან. გამოცხადდა ნორვეგიის სუპერ ტურნირის შემადგენლობა, ეს ძალიან დიდი ტურნირი არის, რომელიც სტარტს 25 მაისს აიღებს და მე წარმოგიდგენ ვარსკვლავის შემადგენლობას. ვაჟებში თამაშობს მაგნუს კარლსენი, ალირეზა ფირუჯა, ვინსტენტ კეიმარი, დომარაჯუ გუკეში, მსოფლიო მოქმედი ჩემპიონი, პრაგნარხა რამეშბაბუ და ვესლი სო. რა სახელებია? ქალებში არანაკლები არის ჯუ ენჯუნი, ანა მუზიჩუკი, ჰამპი კონერუ, ჯუ ჟინერი, დივია დეშმუკი და ბებისარა ასუბაევა.
ანუ ძალიან საინტერესო ამბები მოხდება ნორვეგიაში. საოცარი შემადგენლობებია ვაჟებსა და ქალებს შორის. საპრიზო ფონდი ხო არ ვიცით რამდენია? საპრიზო ფონდი არ ვიცი ჯერჯერობით, დებულება არ გამოუქვეყნებთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ არ იქნება ნაკლები საპრიზო. აკარგია რომ ჭადრაკი ასეთ პოპულარული ხდება უკვე მთელ მსოფლიოში. საინტერესო ამბავი და ჩაინიშნა მაიამიში, ამერიკაში 27-28 ივლისს გაიმართება ამერიკისა და უზბეკეთის ვაჟთა ნაკრებების დაპირისპირება. შემთხვევითი არ არის. ეგ არ არის შემთხვევითი ამბავი, რა თქმა უნდა ეს ბოლო უზბეკეთის ბოლო წარმატებებმა ის განაპირობა, ამერიკელებმა მოინდომეს მათთან თამაში და თან ოლიმპიადაც უზბეკეთში ტარდება, საჯარო ოლიმპიადა. ეს მოთელვა იქნება ოლიმპიადის წინ, ესე რომ ვთქვათ. ახლა უკვე ჩვენს გადაცემაში სტუმრის დრო არის და სტუმრად ყავს არაჩვეულებრივი მოჭადრაკე და არა მხოლოდ მოჭადრაკე, გამორჩეული ადამიანი და ასევე გამორჩეული საჭადრაკო მწვრთნელი ლაშა ჯანჯღავა. რომელსაც 5 მაისს ჰქონდა დაბადების დღე. გონების დაფაულოცავს ლაშას დაბადების დღეს და ბევრ წარმატებას უსურვებს. ლაშა ჯანჯღავა არის მართლაც ქართული საჭადრაკო სივრცეში ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, ახალგაზრდობაში ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მოჭადრაკე, ის იყო მსოფლიო ჩემპიონი სტუდენტებს შორის, იყო მრავალი წიგნის ავტორი, რომ 3 წიგნი როგორც მე მახსოვს, ლონდონში გამოიცა და არის ფიდეს და ევროპის სენიორ მწვრთნელი. და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მოთამაშე, რომელიც მოთამაშე მწვრთნელი და ასე შემდეგ. ხო, იმიტომ რომ ვაჟთა ნაკრების წევრი უკვე იმ 90-იანებში, როდესაც პრაქტიკულად არაფერი ხდებოდა, ჭადრაკი ბრწყინდავდა და ერთ-ერთი იყო სწორედ ლაშა, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია. გამარჯობა ლაშა. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ლაშა, ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ცოტა მწვრთნელის და მოჭადრაკის შიდა სამზარეულოზე. მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ჭადრაკში გავრცელებული მოსაზრება, რომ ჭადრაკი არ არის ძვირი სპორტის სახეობა, ერთი მაგი და ერთი ჭადრაკი და საათი უნდა და დაჯექი და ითამაშე რამდენი ზგინდა, მეგონი დაინგრა, რადგანაც კომპიუტერის ფასიც დაამატე. ხო, ნუ კაი, კომპიუტერის ფასიც დაამატე. რადგანაც ისე როგორც ყველა სპორტში ჭადრაკში და კვალიფიციური მწვრთნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. ჩვენ დროზე სულ ყავდა ჩვენ მწვრთნელი, ხო, ლაშა და ისე თამაშობდით ოლიმპიადებს. მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა და კვალიფიციური მწვრთნელის მომსახურება და დახმარება არის საკმაოდ ანაზღაურებადი. ასეა მსოფლიოში. აი ამაზე მინდა ვისაუბროთ ლაშა პირველ რიგში, შენი აზრით რა როლი აქვს მწვრთნელს მოჭადრაკის განვითარების საქმეში და მერე მივამატოთ ამას ისიც, რომ აი კომპიუტერს რა როლი აქვს და ტექნოლოგიებს თვითონ მომზადების პროცესში, თამაშის პროცესში და ასე შემდეგ. მადლობა კითხვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია მწვრთნელის როლი. ყოველთვისაც იყო, მაგრამ თანამედროვე ჭადრაკში უმნიშვნელოვანესი გახდა და როგორც გია შემძანე, თითქოს არ არის ჭადრაკი ესეთი მოსაზრება მუსირებს, რომ ძვირადღირებული სპორტის სახეობა, ეს რაც საკვირველია მცდარია, იმიტომ რომ თუ გინდა ითამაშო პროფესიული ჭადრაკი და მაღალ დონეზე ითამაშო საკმაოდ ძვირი სპორტის სახეობა, იქ ჭირდება მაღალ კვალიფიციური მწვრთნელები, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია, ძალიან მაღალი ხარისხის კომპიუტერი, თვითონ პროგრამები, საჭადრაკო პროგრამები, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მოჭადრაკე რომ გაიზარდოს, აგრეთვე უმნიშვნელოვანესია პრაქტიკა და უნდა იაროს ხო მუდმივად ტურნირებზე, ევროპაში, კაი ტურნირი, ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამიტომ არ უნდა შეგვეშალოს ეს, რომ ჭადრაკი არ არის ძვირადღირებული სპორტის სახეობა. მწვრთნელის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხითაც, რომ მწვრთნელი განსაზღვრავს ფაქტიურად მომზადებას. მწვრთნელი არის, მე ვადარებ ხოლმე, როგორც კარგ ექიმს. აი რომ მიდის პაციენტი, რა საკვირველია, მოჭადრაკე როგორ იზრდება, ისე როგორც ადამიანი ცხოვრებაში, რომ გაანალიზებს, სწორი დიაგნოზი უნდა დასვა და მე ამ სწორ დიაგნოზს ჭირდება სწორი მკურნალობა. მიზნობრივი მკურნალობა. აი რაღაც ხარვეზი გაქვს შენ და ეს ხარვეზი როგორ უნდა გამოასწორო? რა მეთოდით უნდა გამოასწორო? სწორედ ეს არის მწვრთნელის მთავარი ფუნქცია და კარგი მწვრთნელიც ძალიან სერიოზული დეფიციტია. თითქოს კომპიუტერმა ერთმა მითხრა, ну ისეთმა არაქართველმა
კარგმა მოჭადრაკემ, რომ ნუ ეხლაო რა ვიცი, კომპიუტერიაო და ყველაფერი პრინციპშიო ჩვენი შეგვიძლიაო, მაგრამ თუნდაც იმ სადებიუტო მომზადებაშიც მწვრთნელის როლი მნიშვნელოვანია. ახლა მე დრავახში არ ჩამითვალოთ, მაგრამ გია შენ იცი ყოველთვის წინ უსწრებდი ეპოქას. აი, უნდა გძნობდე შენ რომ რა დესადებიუტო ვარიანტი შეიძლება ხვალაზე გახდეს პოპულარული და აქტუალური. აი, გარი კასპაროვი რომელთანაც შენ მრავალი წელი მუშაობდი, ხო? რითი გამარჯობნი და ნუ რა თქმა უნდა გენიალური იყო და ტალანტით და ყველათვის ერთ, მაგრამ მაინც მისი ძლიერი მხარე იყო ის რომ ის გძნობდა აი ამ სადებიუტო ნიუანსებს. აბსოლუტურად გეთანხმები. წინ იყო, წინ მოწინააღმდეგეებზე. მოწინა თუ აი კარპოვთან მისი პაექრობა, ჩემი აზრით გარდა იმისა, რომ უფრო ხალასი იყო და რაღაც იყო, ნიჭიერების, მაინც სადებიუტო მომზადებაში გაცილებით წინ იყო მრავალი წლით ვიდრე კარპოვი. შენი ის წიგნები, რომელიც აი ზუსტად 21 საუკუნის პირველ წლებში გამოიცა, სწორედ დებიუტებს ეძღვნება, ხო ასეა? დიახ, 3 წიგნი სადებიუტო თეორიაში და პირველი თვითონ ინგლისელები დამიკავშირდნენ. იქ არის ძალიან ცნობილი მოჭადრაკეები, გამომცემლები, ოლიმპიური ნაკრების ის მოთამაშეები, ინგლისის მიურეი ჩანდლერი და ჯონ ნანი და დამიკვეთეს ეს 3 წიგნი და პირველი წიგნი, რომელიც ეხება ლაზიერის გამბითს და კატალონურ შავებით, იმ წლის საუკეთესო წიგნად აღიარეს. ლაშა, საბოლოო ჯამში რას ვამბობ ჩვენ, რომ კომპიუტერი ვერ შეცვლის მწვრთნელს? კომპიუტერი მწვრთნელს ვერ შეცვლის. იმიტომ კომპიუტერი ძალიან კარგია, მაგრამ უნდა იცო მწვრთნელი გაძლევს შენ მიმართულებას, რომ კი ბატონო, კომპიუტერი ინფორმაციას გაძლევს, კომპიუტერი გაძლევს შენ იმის საშუალებას, რომ მიიღო ინფორმაცია, მერე პროგრამები გამოიყენო და გააანალიზო, მაგრამ რა უნდა გააანალიზო? აი ეს მე უკეთესად ვიცი, მაგალითად ვიდრე მე რასაც გავაკეთებ, თქვათ, პირობითად ვამბობ, ერთ დღეში შეიძლება გამოცდილებასაც ხო დიდი მნიშვნელობა. ჭადრაკში ვარ რამდენი წელია და როგორ ხალხთან მიმუშავია, ხო? და ანუ ვიცი რა მიმართულებით წავიდე და მე ვთქვათ ერთი დღე რომ მოუნდები, შეიძლება ის 2 კვირა მოუნდეს იმ გზის ან სწორი მიმართულების მოძებნა და დროს უდიდესი მნიშვნელობაა. სხვადასხვა მე წავიკითხე სინდაროვის მწვრთნელის, ვიდონიაკის ინტერვიუ და სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. ის წერს, რომ მათ ერთი წელია რაც მეცადინეობენ სინდაროვთან ერთად და 10 შეკრება ჩაატარეს, თითოეული 10-14 დღის ხანძრიობით, დღეში 8 საათს მუშაობდნენ, მაგრამ ეს არის კომპიუტერის გარეშე. ხო, მაგრამ კომპიუტერი იყო აკრძალული მეცადინეობის დროს. აი ძალიან ეს სიმართლე გამიხარდა ცოტა არ იყოს, რომ აი კომპიუტერი იყო აკრძალული, ისინი მეცადინეობდნენ იმ პროგრამით, რა პროგრამას შეადგინა ამ მწვრთნელმა და მე შეიძლება შეამოწმა, ხო, ლაშა ეს ანალიზები კომპიუტერზე. რა თქმა უნდა, არა, იქ მე მგონი მარტო სადებიუტო ანალიზე არ არის, იქ მუშაობდნენ ზუსტად იმ უნარჩვევების განვითარებაზე, რაც აუცილებელია. ჩვენთან რატომღაც გონიათ, რომ აი დებიუტს ისწავლი და მოჩნდა დამთავრებული. და მე სულ ვეუბნები, მაჩვენეთ ერთი, რომ დებიუტში წყდება, რომ თუნდაც სანაკრებო დონეზე მამაკაცთან ხალხთა ვის მოუგია დებიუტში პარტი. აი კარგი მოჭადრაკეები რო ხდებიან. არა, იქ არის უკვე უნარჩვევებზე, საბრძოლო თვისებებზე, კარგი გათვლა ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ხარტად თვლიდე ძალიან, უნდა პოზიციის შეფასების უნარი გქონდეს, რაღაც ალგორითმი უნდა გქონდეს, სწორი არჩევანი სვლის და აი ამაზე უნდა იმუშაოს მწვრთნელმა. ამას შეიძლება ყოველდღიურ ვარჯიში. ძალიან ბევრი მეთოდია. ბოდიში გოგა რო გაწყვეტინებ, ერთი მნიშვნელოვანი რაღაც უნდა მეთქვა. მე მაგალითად უკვე დაახლოებით 15 წელია ზოგიერთ ჩემ მოწაფესთან ვისაც ჭირდება და თქვათ მაღალ დონეზე თამაში უნდა და ან თამაშობ შემოვიტანე საინტერესო მეთოდი, რომელიც სხვათა შორის წავიკითხე, მივხვდი გარი კასპაროვი ამეცადინებდა თავის დროზე მაგნუს კარლსენს. და მე მივხვდი რომ ის ამეცადინებდა იმაზე რომ კარლსენისთვის განევითარებინა კომპიუტერული ასროვნება. აი კარლსენის პარტიები რო აიღო, არ გეგონება რომ ადამიანი თამაშობს. კომპიუტერი თამაშობს და
რაღაც მეთოდიკა შევიმუშავე, რომ მოჭადრაკეს განუვითარდეს კომპიუტერული აზროვნება. ბევრი მეთოდები აქვს შემოქმედებით ჭადრაკს მაგის გამო. შემოქმედებით ჭადრაკს რასაკვირველია, საფრთხე აქვს და რო შეხედოთ დღევანდელ თანამედროვე ჭადრაკს და რო ნახოთ, თქვათ, თუნდაც 60-იან, თუნდაც ნონას, თუნდაც 60-70-იანი წლები იყო. ჭადრაკის რენეს, ახლა ტალის პარტიები არის მეც პირადად ვიცნობდი, გიაც იცნობდა, გენიალური, ხო, და ახლა რო შეამოწმო კომპიუტერზე შესაძლოა მისი კომბინაციები და ინტუიციური შეწირვები უმრავლესობა არ არის კორექტული, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ დაფაზე მოწინააღმდეგე გაერკვევა ამაში. კომპიუტერი რო ხედავს, ადამიანის გონება ვერ ხედავს, რომ დაბრაკოს ისა. ლეონ არონიანი სომეხი დიდოსტატი ამბობდა, რომ მე გვიან მივხვდი რა როლი აქვს ფსიქოლოგიასო, ხო? ფსიქოლოგიას სხვადასხვა გამიკვირდა ის ძალიან კარგად, მაგრამ ამ ბოლო დროს მის შედეგები მკვეთრად გაიზარდა. ესე იგი ფსიქოლოგია იყანა. არა, ფსიქოლოგი შეიძლება იყო, უბრალოდ დაბძენდა ალბათ, ხო? ლაშა რომ გასიკეთე. შეიძლება მას ამ კუთხით პრობლემა ჰქონდა. აი კომპიუტერი მაგალითად ჩემი აზრით ფსიქოლოგს ვერ ჩაანაცვლებს, ყოველ შემთხვევაში ბევრი წელი, მაგრამ აი მწვრთნელის როლი და ფსიქოლოგის როლი მოჭადრაკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგია არის ერთ-ერთი გადამწყვეტი. ძალიან მნიშვნელოვანი. საბჭოთა პერიოდში ჩვენ ყველანი გავიზარდეთ იმ პერიოდში, არ არსებობდა ეს მიმართულება. ერთადერთი იყო კროგიუსი, მისი ნამუშევრებიც, დიდოსტატიც იყო და დოქტორი იყო ფსიქოლოგიაში. მისი ნამუშევრებიც გამოიცა იმ პერიოდის პერიოდიკაში. მე ძალიან გავეცანი ამ ნაშრომებს და რაღაცა მქონდა ერთი პერიოდი ამ მიმართულებით, მეც რაღაცა ჩანაწერები და ისინი გავაკეთე. მოჭადრაკე პირველ რიგში უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ძალიან მდგრადი, მომზადებული. ფსიქოლოგი არის გადამწყვეტი. უნდა იცო, აი ლასკერი მაგალითად რო ავიღოთ. ლასკერი მეორე მსოფლიო ჩემპიონი. ეს ყველა მოწინააღმდეგე სწავლობდა ინდივიდუალურად. აი მაგალითად გოგა ჩანადირს შეისწავლიდა რა მინუსი აქვს, რა პლუსი აქვს და ფსიქოლოგიურ ჭადრაკს ეთამაშებოდა ზუსტად. და დღევანდელ ჭადრაკში მით უმეტეს გადამწყვეტი როლი აქვს. ძალიან უნდა იყო მყარი ფსიქოლოგიურად, გამძლე ასე ვთქვათ და რაღაც ნიუანსები, მოწინააღმდეგის სუსტი წერტილები უნდა შეისწავლო და აი დააწვე იმ სუსტ წერტილებს. ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოლოგია. ლაშა, ეხლა უბრალოდ დაიმბადა ესეთი კითხვა. ჩვენ საუბრობთ, როგორ მოვაზადოთ პროფესიონალი მოჭადრაკე, შენ საუბრობ იმ მეთოდოლოგიაზე, როგორ ჭირდება მწვრთნელს, მაგრამ ჩვენ გადაცემას უყურებენ აგრეთვე მოყვარულები. ადამიანები, რომლებსაც ჭადრაკი არ არის მთავარი პროფესია, არიან სკიანი ადამიანები, ბიზნესმენები, სტუდენტები, რომელთაც უყვართ უბრალოდ ჭადრაკი და აი ყოველ ტურნირის მონაწილეობის წინ უნდათ როგორღაც მოემზადონ. რაღაცა რეკომენდაციები მისცეთ მათაც. ხათშორის ეგეთი კითხვა მე მივჭირდება ხოლმე, იმიტომ რომ მედია ტურნირებზე თამაშობ ხოლმე და აი როდესაც ვიგებ რომ უკვე ახლოვდება ეს შეჯიბრება როგორ დაიწყო მომზადება მაგასით. ნუ დებიუტები გასაგებია, მაგრამ ასევე ვეთანხმები მოსაძრებას, რომ დებიუტით ვერ მოიგებ თამაში. აი სამოყვარულო იმაზე, როდესაც ვსაუბრობთ, ეხლა ჩემი აზრით ახლა ვახსენებ თავარია ფსიქოლოგიური მომზადება. აუცილებლად ფსიქოლოგიურად და ითამაშე ბევრი პარტიები ინტერნეტში. რომ პრაქტიკულად ხელი კონდეს გაწაფული, თორე ეხლა რო გითხრა რომ შენ იმის რუბინშტეინის და ბოტონიკის პარტიები შეისწავლე თქო, ამას წლები დაჭირდება. ამიტომ პრაქტიკა გოგა და ფსიქოლოგიურად ძალიან მყარად. უნდა იყო მოყვარულს აი ამ რეკომენდაციას და ხსნან ბევრი ისინი. იოლია მაგალითები, იოლი მაგალითად. იყო ჩვენ კონკურსში მონაწილეობა. გიო, შენგან ვიცი ერთი ძალიან საინტერესო ფრაზა, რომ ან თამაში არ სრულდება, როდესაც შეცდომას დაუშვი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ მედალაშავს ყავდა ძალიან კარგი მწვრთნელი. ალექსანდრე ბოგუჩავა, აცხონოს ვერსანსის სული ძალიან კარგი მწვრთნელი იყო და ძალიან საინტერესო ადამიანი იყო და მედალაშავს გვასწავლიდა, რომ ერთი შეცდომით პარტია არ წაიგება რა. თუ არ მიაყოლეს ჯაჭვი შეცდომების და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გაწყვიტო შენ ეს აღიარო შეცდომა, რომ ყველაზე რთული ეს არის, რომ აღიარო შეცდომა. ხანდახან მაგალითები სხვა არის არა? ძალიან ბევრი მაგალითები. გააკეთე სვლა, უნდა აღიარო დააბრუნო უკან სვლა. ხო, აი ეს არის ხანდახან.
და ესე იგი, რა საინტერესო ამბავი, ეგ არის ფსიქოლოგია, ხო? ერთ შეცდომის გამო არ გადააყოლო პარტია და გააგრძელო ამ სწორედ ჯაჭვის გაწყვეტილება. რთული არის. აი მაგათ არის პოზიციები, რა თქმა უნდა, შეიძლება ისეთი უხეში შეცდომა დაუშვა, რომ წააგო პარტია, მაგრამ ძირითადად ერთი შეცდომა ისე არ წყვიტავს არასმა. არის პოზიციები მაგათად ისეთი მანევრული პოზიცია და შენ ვერ გაუგე პოზიცია და ვთქვა ეტლი წახვედი სადღაც. არამედ ეტლი აქ უნდა მდგარიყო. შენ უნდა მიხვდი ამას, მაგრამ ფსიქოლოგიურად ძნელია რომ სვლა დაგარგო და ის ეტლი ისე უკან დააბრუნო. გამიგეც ეს ისე ფსიქოლოგიას უკავშირდება გოგო. ეს რომ შენ აღერება შენი თავის წინაშე. შენი თავის წინაშე და უკან უნდა დააბრუნო. ანუ შენ უნდა მიხვდე რომ აი მე შევსდი და ძალიან ძნელია რომ ის სვლა უკან დააბრუნო რა ეს როგორც სწორედ მიხვდი გია შენ ამაზე საუბრობ ხო და ეს არის ერთ ამაზე უამრავი მაგალითებიც არსებობს და სავარჯიშოებია ამაზე უამრავი. და შეიძლება განვაზოგადოთ ახლა ცხოვრებაზე. ადამიანს ცხოვრებაშიც მოდის შეცდომები, ხო? ანუ ეს თვისება, რასაც ჭადრაკი გასწავლის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ცხოვრებაშიც გამოიყენა. და არ გაჯიუტდე თუ რაღაცა არასწორად გააკეთე, არ გაჯიუტდე და არ მიყვე სთარ არჩეულ გზას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დროზე გაჩერდე, ხო? თუ ბოდიში ამოზახდელი ბოდიში მოიხადო თუ რაღაცა შესაძლებელია გზა შეცვალო და იარო სწორი გზით. ესე იგი რას გვასწავლის ჭადრაკი ცხოვრებაში? ჭადრაკი გვასწავლის, აი ჭადრაკი არის მე კი არ ვიცახი ამას ჩემზე გაცილებით დიდი ჩემპიონები და ისინი წერენ და ამაზე საუბრობენ რომ ჭადრაკი არის ფაქტობრივად ცხოვრება გადმოტანილი 64 ხუჭრას. აი შენ რა თვისებებიც გაქვს ბუნებაში რაც გიდევს აი იმ სტილით თამაშობ ჭადრაკს ხარ ისეთი აქტიური რაღაცა ავანტურისტი აი ისეთ ჭადრაკს თამაშობ თქვა ხარ ისეთი მშვიდობის მოყვარული უფრო აი კლასიკური უფრო ისეთ ჭადრაკს ანუ ჭადრაკი იმდენ თვისებებს უნვითარებს ადამიანს მე ყველას ვეუბნებ რომ ბავშვები მიიყვანეთ აუცილებლად ჭადრაკს მითხარი მე რომ მაგალითად დაფაზე მოვიპოვებ ხოლმე ხარ უპირატესობას ვიწყებ ფიგურების გაცვლას ეს რას ნიშნავს ფიგურების გაცვლას და შენ ისეთი ისახარ ასე ვთქვათ კეთილი ადამიანი მე როგორც გიცნობ და ქველმოქმედი და რა ვიცი ყველანაირად ჩემთვის დადებითი ადამიანი ხარ რომ შენ ალბათ უფრო გასცემ ფიგურებს და იმას შევი დამისვამს კი ფიგურები ესე იგი არა შენ ხასიათშია გოგო დიდი მადლობა ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ რომ მითხარი როგორ თამაშობ ჭადრაკს და გეტყვი ვიხარ შენ აი პერიფრაზე გავაკეთე ან ვიხარ შენ და გეტყვი როგორ ითამაშებ ჭადრაკს ხო გადასარევი ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი სტუმარი ლაშა ჯანჯღავა ჩვენი გადაცემის სტუმარი კიდევ ერთხელ ულოცავთ მას დაბადების დღეს რომელსაც მას 5 მაისს ჰქონდა და სულ გამარჯვებებით გევლოს და წარმატებებით და მადლობა და თქვენს გადაცემას ბევრი წარმატებები შეუერთე მე მილოცვას ლაშას ულოცავ გულსფელად თემის დაბადების დღეს და მე ვფიქრობ რომ ლაშას კიდევ არ აქვს თავისი სიტყვა ნათქვამი როგორც ცდელს ეხლა ჩვენ რო ვთქვათ რომ ჭადრაკის თამაში დავიწყებთ უკვე ცოტა გვიანი იქნება რომ ძალიან დიდი ენერგია ჭირდება გოგო ძალიან დიდი ფიზიკური მომზადება ჭირდება ყოველდღიურად 7-8 საათი მუშაობა ამიტომ როგორც ცდელს მას მე ვფიქრობ რომ წინა აქვს ყველაფერი და უსურებ რომ კარგი ქართველი ჩემპიონი აღეზარდოს მას დიდი მადლობა დიდი მადლობა და დაფაზე მოვთხოვოთ რომ ჩვენს გონების დაფაზე ლაშას ვთხოვოთ რომ ტრადიციული ავტოგრაფი დაგვიტოვოს სურვილებით საინტერესო ინტერვიუ იყო ლაშასთან მოდი ახლა საინტერესო პარტია შევთავაზოთ ჩვენს ტელემაყურებლებს მე შევარჩიე სპეციალურად მათთვის გენიალური მიხეილ ტალის პარტია რომელიც მან მე-15 მსოფლიო ოლიმპიადაზე ითამაშა ეს იყო მატჩი საბჭოთა კავშირი გერმანიის ნაკრები ის ეთამაშება ჰექტ ჰანს და აი ეს პარტია D4 მხედარი F6 C4 E6 მხედარი F3 B6 მხედარი C3 კუბ B4 კუჟე7 კუბ კუჟე5 კუბ B7 და E3 გათამაშდა ნიმცოვიჩის დასვა რომელიც საინტერესო პოზიციურ მაგრამ დინამიურ ბრძოლას გვპირდება A6 კუ4 კუ კლავს C3-ზე გაიცვალა კუდა მხედარი D6 მხედარი D2 ძალიან საინტერესო იდეა არის თეთრები რა თქმა უნდა ცენტრისთვის ბრძოლას იწყებენ მათ სურთ F3 E4 და ცენტრი დაიკავონ მთლიანად
ამიტომ მხედარი D2 ამისთვის მოსამზადებელი სვლა არის. E5, F3 ლაზერია 7, E4 მხედარი D7, Q D3 მხედარი F8 და აი უკვე ტალმა დაიწყო თავის სტიქიაში თამაში, მან დაიწყო პაიკის შეწირვა C5, ეს ტიპიური სვლა არის ამ დებიუტის დამახასიათებელი. პირველ რიგში თეთრები იშორებენ გაურებულ პაიკს და შავების პაიკთა ჯაჭვს ანადგურებენ. DC, D კლავს E5-ზე, ლაზერი E5, ლაზერი A4 ქიში, C6, როქი მხედარი G6, მხედარი C4. აი თითქოს შავებმა მიაღწიენ სტაბილურობას, მათ სურდათ აი უნდა კიდევ ერთი სვლა გააკეთონ როქი და ასე თქვა თავი ქუჩი აქვს, მაგრამ აბა ვინაცლის მათ ამათ თეთრები თვით მიხეილ ტალი თამაშობს. ლაზერი E6 და E5. აი აქ გიწყება უკვე გენიალური თამაში მიხეილ ტალის. რა თქმა უნდა E5 შემდეგ ის ხედავდა რომ B5 ქონდა ჩავებს სვლა და ნახე რა საინტერესო კომბინაცია ჩაიფიქრა ტალმა. E კლავს F-ზე, რა თქმა უნდა ლაზერი შეიწირა ამ პოზიციაში. B კლავს A-ზე, პაიკი კლავს G7-ზე, ეტლი G8 და Q-F5. ნახეთ რა ლამაზი საინტერესო პოზიცია არის. როგორი ჰარმონია არის თეთრ ფიგურებს შორის, ხოლო მხედარი და ორი კუუტებს შავების მეფეს და ლაზიერს და ფაქტიურად მათ წასასვლელი არსად არ აქვს და იზოლებულნი არიან დათმონ ლაზიერი. თუმცა შავების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ რთულ პოზიციაში ისინი კარგად გაერკვნენ და შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვიდნენ. მხედარი კლავს A4-ზე, მაგრამ მოდი ძალიან საინტერესო პოზიციები გამოდიოდა თუ აიყვანდა ლაზიერი. ნუ აქ მხედარი D6 ქიშია, მეფე D7 და მხედარი F5 მე უბრალოდ უპირატესობა აქვს მხედარი A4, მხედარი A4 და უპირატესობა აქვს. და მეორე არის ძალიან საინტერესო თუ აიყვანდნენ C4 ლაზიერს. აქ არის ეტლი 1 ქიში, ლაზერი 6 უნდა წახვიდე უკან, ჩააფარო და ეტლი აქ კუთი კი არ გლავს, ეტლით გლავს. F, Q6, მეფე D7, ეტლი D1, მეფე C7. ნუ მეფე C8-ზე უბრალოდ Q-F6 და Q-F7 შემდეგ გადის ლაზიერი, მეფე C7, Q-G3, მეფე B6, ეტლი B1, მეფე A6, Q-D3, მეფე A5 და Q-C7 შამათი. ნახეს თეთრებმა შავების მეფე E8 უჭდან A5 უჯამდე მოიყვანეს და ისე ჩაუსვეს შამათი. ამიტომ C4-ზე არ აიყვანა შავებმა, Q6, Q-A6. აი თითქოს აქ ტაქტიკური გართულებებით შეუქმნეს პრობლემები შავებმა თეთრებს, მაგრამ ნუ ტალმა ძალიან დამაჯერებლად ითამაშა მხედარი D6 ქიში, მეფე E7, Q-C4, ეტლი კლავს G7-ზე, G3, მეფე კლავს D6-ზე, Q-A6. ნუ რა შეიძლება ითქვას, გამოვიდა ენჩპილი, თითქოს შავის ზედმეტი პაიკი ყავთ, მაგრამ ორი გაურებული პაიკია, აქედან და თან Q არის მხედრის წინააღმდეგ და ეტლები ხაზი გახსნილია, მეფე ცუდი არის, ასე რომ აქ უპირატესობა ცალსახად თეთრების მხარეს არის და ძალიან დამაჯერებლად აკეთებს ამის რეალიზებას ტალი. გაგრძელდა ესე მხედარი F5, ეტლია B1, F6, ეტლია D1 ქიში, მეფე E7, ეტლი 1, მეფე D6, მეფე F2, C4. ნუ დრო C5 უჯა ჭირდება მეფეს გასაქცევა და ამიტომ ეს პაიკი დაუთმო მან G4. მაგრამ ვის აყავს პაიკი, ხო? მხედარი E7, ეტლი B7, ეტლი G8, Q-C4, მხედარი D5. აი გამოვიდა ესეთი პოზიცია და ფაქტიურად ტექნიკურად უკვე მოგებული არის, რადგანაც Q კლავს D5-ზე, CD, ეტლი B4 და ეს ყველა სუსტი პაიკი იკარგება ნელ-ნელა. ეტლი C8, ეტლი კლავს A4-ზე, ეტლი კლავს C3-ზე, ეტლი A6 ქიში, მეფე C5, ეტლი კლავს F6-ზე, H5, H3 და ირკვევა რომ ორი გამსვლელი პაიკი ყავს თეთრებს მეფის მთაზე, რომელიც წვიტავენ პარტიის ბედს. მაინც გაჩვენებთ ბოლომდე როგორ დამთავრდა ეტლი A7, G5, ეტლი H5, ეტლი F5, ეტლი C2 ქიში, მეფე G3, მეფე C4, ეტლი E5, D4, G6, ეტლი H1, აქვე გაცვალა ტალმა ერთი ეტლი და მეფე F4 შემდეგ პაიკი გადის ლაზიერში, ეტლი G1, ეტლი G5. სხვა შორის ძალიან საინტერესოა რომ ბოლომდე რო არის გათვლილი ყველაფერი. ნახეთ თუ მოკლა შემთხვევით. თუ აქ დანებდა შავი, მაგრამ რომ მოეკლათ თქვა G5-ზე, მეფე G5 და ერთად გადიოდნენ პაიკები, მაგრამ ნახეთ ლაზერი B3 და იცვლება ლაზერები და F3 პაიკი გადის შემდეგ ლაზიერში. აი ესეთი ძალიან ლამაზი დინამიური ტალური პარტია იყო. აი სტილში პარტია გაითამაშა მიხეილ ტალმა და მოუტანა იმ დროისათვის აბსოლუტურად კავშირის ნაკრებს
მნიშვნელოვანი გამარჯვება. დიდი მადლობა ამ ძალიან საინტერესო პარტიის შემოთავაზებისთვის. ახლა კი ეხლა კი პოზიცია შევთავაზოთ, მაგრამ გოგო მოდი ამოსახსნელად რომ მე ვფიქრობ ჩვენს მაყურებლებს მოეწონათ ამოხსნების კონკურსი, ძალიან აქტიურობენ, აი ეს პოზიცია არის შემოთავაზებული ამოსახსნელად, ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ცნობილი მოჭადრაკის თეთრებით პოზიცია, რა თქმა უნდა, გვარს არ ვიტყვი, სულა თეთრებისაა და სწორი პასუხის შემთხვევაში, რა თქმა უნდა გამოგზავნოთ პასუხი კლუბ 64-ის Facebook გვერდზე და ჩვენ ახალ ღონისძიებას მოვიფიქრებთ. აუცილებლად დიდი მადლობა საინტერესო ტალი განსაკუთრებულად ლამაზად თამაშობდა ჭადრაკს და ჩვენ სტუმარებმაც აღნიშნა დღეს უკვე ლაშამოც. რაც შეეხება უკვე ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილს, ეს არის ისტორია ასევე კვლავ საჭადრაკო ოლიმპიადები და ამჯერად გთავაზობთ უკვე მე-17 საჭადრაკო ოლიმპიადის ამბებს. ქართველმა ქალმა მოჭადრაკეებმა გააგრძელეს ტრიუმფით სვლა და ზედიზედ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს სახელით მე-13 მოიპოვეს უკვე 1996-ში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული პრაქტიკულად მე-7 ტურიდან მათ უკვე ვერავინ ვეღარ დაეწეოდა ნათელი იყო რომ ისინი უკვე ოქროს მედლებს მოუტანდნენ საქართველოს შემადგენლობა კი იყო ასეთი მაია ჩიბურდანიძე, ნანა იოსელიანი, ქეთევან არახამია და ნინო გურიელი და ახლა ვაჟები ძალიან ახლოს იყვნენ სასწავლებლთან, სამეულში მოხვედრასთან, ვაჟების გუნდს წარმოადგენდნენ ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე, ხვიჩა სუპატაშვილი, ლაშა ჯანჯღავა, რომელიც დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო და ხვიჩა სუპატაშვილი. მე აქვე ერთი ძალიან საინტერესო ამბავი საბოლოო ჯამში ჩვენმა ნაკრებმა კვლავ მერვე ადგილი დაიკავა, რაც ასევე უზარმაზარი წარმატება იყო, მაგრამ თავარი ისტორია სწორედ მაშინ დაიწერა, აი ჩვენი გადაცემის წამყვანი გია გიორგაძე გახდა პირველი ქართველი ვაჟი მოჭადრაკე, რომელსაც ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა, მან ბოდიში ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მიყივლა ენა თუ რა იყო. და მან პირველი მედალი მოუტანა მოკლედ საქართველოს, ეს იყო ბრინჯაოს მედალი, მცირე ბრინჯაოს მედალი, მაგრამ საუკეთესო მეორე დაფაზე საუკეთესო მაჩვენებელი იყო ეს. მე მინდა მოგილოცო უკვე დაგვიანებით. ზუსტად 30 წლის წინ მოხდა ეს ამბები. და მინდა გაიხსენო რომ რა მოხდა, ეს იყო ეს დაპირისპირება გიორგი კაიდანოთა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელით გამოდიოდა უკვე, თეთრებით თამაშობდი, ლაზერის გამბიჩი რაღაც ჩემი სადებიუტო სიახლე გამოვიყენე და ძალიან სწრაფად მოვიგე გოგო პარტია და უკვე გახარებული ვარ, თან გადავხედე ყველა პარტიებს და თითქმის ყველგან კარგი პოზიცია გქონდა. ანუ მატჩი რომ მოგეგო მინიმალური ანგარიში, ჩვენ მე-13 ადგილზე გავდიოდით. ამიტომ რაც ჰაერის მისაღებად, თასო დასასვენებლად გავედით სატურნირო დარბაზიდან და ცოტა ხანი ვისვენებდით. უკვე იმედი გაქვს რომ სულში რა ყველა ყაიბს დაამთავრო, შენ მოგებული გაქვს და გუნდი მოიგებს. ყველაფერი კარგად იქნება და რამოდენიმე ხნის შემდეგ რომ დაუბრუნდი დარბაზში, აი ცოტა არ იყოს ელდა მეცა რო იტყვი, იმიტომ რომ ზურა აზაიფარაშვილს ჰქონდა აბსოლუტურად საყაიმო პოზიცია დეფირმიანთან. ერთ ფლანგზე 3-3 პაიკები, 2 ეტლი, იმას ეტლი და 2 მხედარი, რომ არანაირი შანსი რო არ აქვს, მე დარწმუნებული ვარ, თვალდახუჭული შეეძლო ზურას იმის ყაიმს გაკეთე, მაგრამ მოვიდა ტაქტიკური შეცდომა და აი შემთხვევით გაიმარჯვა დეფირმიანმა რა. ამის შემდეგ როგორც იტყვიან, ბედის ბორბალი გვყმა დაატრიალდა ჩვენს გუნდისათვის. ზაიჩიკმა გააკეთა ყაიმ ბენჯამინთან და დარჩა სუპატაშვილი კრისტიანსენის პარტია, ხვიჩამ ძალიან ბევრი იბრძოლა, მაგრამ კრისტიანსენმა გაიმარჯვა და ასე გავიდა ამერიკა მე-13-ზე, ჩვენ კი დავჭით ისე მერვე ადგილზე. როგორ აღნიშნეთ ეს მედალი? ჩვენ აღვნიშნეთ ქალების წარმატება, რომლებმაც მე-13-ჯერ უკვე ზედიზედ მოიპოვეს ოლიმპიური ოქროს მედალი და მე-13-ჯერ ვერამენჩიკის ასი წამოვიღეთ საქართველოში, ეს იყო მთავარი სიხარული. ჩვენ ცოტა გულდაწყვეტილები ვიყავით, მაგრამ არ ავშავს. ისე როგორ ემზადებოდით აი 90-იანებში როცა ხო კომპიუტერის ნაირსახეობაც არ იყო ნასახიც და გულისხმობა მაღალი დონის და შუქი არ იყო ქვეყანაში. როგორ ემზადებოდით აი ამ ოლიმპიადას, ასეთ სასწაულ შედეგებს როგორ აჩვენებდით? დიდი ენთუზიაზმი იყო, გოგო, ძალიან დიდი ენთუზიაზმი, ძალიან დიდი სიყვარული და რაღაცა სიამაყე რომ საქართველოს ნაკრების სახელით გამოდიოდა, აი ყველაფერს ვდებდი თამაში. თუ სწორად მახსოვს ეს იყო გენად ზაიჩიკის ბოლო ოლიმპიადა? კი, მე მგონი ბოლო იყო კი. ბოლო ოლიმპიადა. მოკლედ აი ასეთი იყო ჩვენი ისტორია. მადლობა გია გიორგაძეს, რომ ესეთი დაუვიწყარი უკვე ოლიმპიური მედალი მოგვიტანა, ოქრო მიყილა, მაგრამ ბიბლიოთეკაში არის ერთ საპატიო ადგილი და მიხარია ხოლმე რომ ნახო. აბსოლუტურად ახლა რატო არ გვაქვს რო აჩვენებდით მაყურებელს და გონების დაფა ამით გემშვიდობებათ. საოცარ ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და გვიყურეთ ასევე Silk Sport Universal 2-ზე, Silk Sport 3-ზე და ჩვენს YouTube არხზე. მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე.